მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინადადებას პარლამენტში განიხილავენ. კომისიის განმარტებით მიზანი ერთია ამ ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. წინადადება სარეკლამო დროის შეზღუდვას ითვალისწინებს და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციებს აწესებს. ინიციატივას მაუწყებლების ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ მზად არიან შენიშვნები ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ. მაყურებლისთვის მომაბეზრებელი, ხოლო რეკლამის შემკუთათთვის არაეფექტური. ამ არგუმენტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სატელევიზიო ეთერში სარეკლამო დროის შეზღუდვის წინადადებით გამოდის. ინიციატივის თანახმად მაუწყებელმა 2015 წლიდან 1 საათის განმავლობაში რეკლამას 15 წუთი, 2016 წლიდან კი მხოლოდ 12 წუთი უნდა დაუთმოს. კომუნიკაციების კომისიაში ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებებით მაუწყებლების შემოსავალს არ დაკარგავენ. ამ რეგულაციამ შესაძლებელია, რომ გარკვეული ცვლილება, კლება, რაოდენობრივი კლება რეკლამისა საათის განმავლობაში გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენის ვარაუდით მოხდება ეგრეთ წოდებულ prime time-ში სარეკლამო ფასის ზრდა, რაც არათუ სრულად დააკმაყოფილებს და შეავსებს შესაძლო დანაკარგებს კომპანიების, არამედ მეტიც გაიზრდება, უნდა გაიზარდოს შემოსავლების სარეკლამო ბაზრიდან. რუსთავი 2 ერთ-ერთია, რომელიც ინიციატივას ეწინააღმდეგება. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლების შენიშვნას იმის შესახებ, რომ prime time-ში სარეკლამო და სპონსორობის ბლოკი არხზე 20 წუთში ადგენს არ ეთანხმებიან. რუსთავი 2-ში ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა ბაზრის ლიდერებზე დარტყმის მცდელობაა. ნებრივია ჩვენ ვეწინააღმდეგებით კანონის ესეთი ფორმით და ესეთ ფორსირებულ ვადებში მიღებას და საჭიროა ჩვენ ვეთანხმებთ იმას, რომ საჭიროა დაიწყოს დისკუსიები, თუმცა უნდა შევთანხმდეთ გონივრულ ვადებზე და კანონმა უნდა დაიწყოს სამუშაოება გონივრული შეზღუდვების პირობებში და არა ესე ქირურგიული ჩარევით, როგორც ეხლა გვთავაზობს მარეგულირებელი კომისია. მაესტროს გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ინიციატივაზე მუშაობის პროცესში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ, სადაც მსგავსი ცვლილებები უკვე განხორციელდა. ბაჩოკი კაბიძის თქმით, ცვლილებების ნაჩქარევად მიღებამ შესაძლოა ბაზარზე შოკი გამოიწვიოს. ბაზრისთვის თუ ეს გააჯანსაღებს და იმოქმედებს კარგად და გაიზრდება სარეკლამო ბაზარი, საერთოდ უნივერსალმებით ჩვენ როგორც ტელეკომპანია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არ უნდა მოხდეს სიჩქარით, არ უნდა მოხდეს ისე, რომ დაზიანდეს სარეკლამო ბაზარი, უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც უკვე ეს მოხდა ეს რეგულაციები და რა გამოიწვია ამან და გავაკეთოთ ანალიზი და ასე შემდეგ. ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორის განცხადებით კომუნიკაციების კომისიის მიერ წარდგენილ წინადადებაში ბევრი ისეთი შეზღუდვაა, რომელიც სატელევიზიო ბაზარს შეასუსტებს. ინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვა სპონსორებს გადაცემების დაფინანსების სურვილს დაუკარგავს და ზოგიერთი ტელეპროდუქტი შესაძლოა ტელეეკრანებიდან საერთოდ გაქრეს. მთელ ბაზარს დაარტყავს ეს ყველაფერი და ყველაფერი საბოლოო ჯამში მე რასაც უყურე დადის ერთადერთ არგუმენტამდე, რომ ნერვებს გვიშლის ტელევიზიაში რეკლამა და მომხმარებელს ნერვებს უშლის რეკლამა. მოდით ვკითხოთ მომხმარებელს, რა ურჩევნია მას? რეკლამით გაჯერებული საინტერესო და ხარისხიანი გადაცემა, თუ ის რომ ეს გადაცემა საერთოდ არ იყოს. იმიტომ რომ ტელევიზიას თავისი ეკონომიკა აქვს, თავისი ხარშთაღრიცხვა აქვს, თავისი ბიუჯეტი აქვს. როგორც ხედავთ, არც თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლები არ არიან პრინციპული წინააღმდეგი, მგობა მაგაში არ არის, ყველა ხედავს ამის მნიშვნელობას და აუცილებლობას, უბრალოდ როდის შევიდეთ ძალაში და რა უკვე ორი განსხვავებული აზრია, ხო? იმას უნდა რომ გვიან, იმათ უნდა რომ ადრე, მაგრამ ეს მსჯელობაში ჩამოყალიბდება. Prime time-ში ანუ ყველაზე ყურებად დროს სარეკლამო რეიტინგებში ტელეკომპანიები რუსთავი 2 და იმედი ლიდერობენ. მათ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 60-70% აქვთ ათვისებული. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ინიციატივით, მას რეკლამის განთავსება მხოლოდ სპორტული ან კულტურული ღონისძიებების ტრანსლირებისას, ბუნებრივი ჭრის დროს შეეძლება.